კაცები არიან. კაცები დაიხარე. ვახ, ჩემი კაი. აქ შემოვიდნენ ის ტრაქტორები და სამშენებლო სოსტავი, შეხედე. What the fuck, ვიღაცები არიან. დღეს ჩვენი მისია იქნება შევიდეთ სამ სხვადასხვა მიტოვებულ შენობაში, მაგრამ ყოველი შემდეგი უფრო რთული იქნება. ეს არის ჩვენი პირველი შენობა და ყოველი შემდეგი უფრო დაცული იქნება. ამ შენობას საერთოდ დაცვას არ ყავს, უბრალოდ აქ შესვლა არ შეიძლება და ჩვენ მაინც შევარდა და დაგათვალიერებინეთ. ჩვენი ვარაუდით ეს მიტოვებული შენობა ერთ სასტუმრო უნდა ყოფილიყო. როგორც ჩანს, ის დღემდე არაა დაცულებული და ავარიულ სიტუაციაშია. ეს კონკრეტული შენობა არც დაცულია, არც შემოღობილი. ის ზღვის სანაპიროზეა და მუდმივად ხალხის ინტერესს იწვევს. ესაა შენობის მთავარი შემოსასვლელი. სიცოცხლეა სხვადასხვა. აქ არის ერთ პლუს შეიძლება ის ითქვას, რომ დაცვა არ არის და მარტივად შეიძლება ყველაფერს ნახო, მაგრამ შემდეგებში ეგ უკვე ეგრე აღარ იქნება. პირველ შენობაში კედლები მოხატულია, ფანჯრები გამოგრეული, კიბეები სახიფათო, მოაჯირის გარეშე, ადგილი კი დაბინძურებული. ძალიან ბევრი გრაფიტი არის აქ, ზოგიერთი ლამაზია, ზოგზე ძალიან უაზრობები წერია. აქეთაა კიბეები და არც თუ ისე მოსაწონი კიბეები არის, ალბათ მიხვდებით. მოაჯირები არა აქ. ეს ნაგებობა დაახლოებით 16 სართულიანია. მას ორი კიბე აქვს. ერთი შიგნით, რომელიც ავარიულია და მეორე, რომელიც შენობას გარედან აქვს მიმაგრებული. ჩვენ გითხეს გარე კიბის გამოყენება მოგვითხოვს, რაც საკმაოდ სახიფათოა. წამო მეორე სართული ვნახოთ და აქაც თუ არაფერი საინტერესო არ იყო, ცოტა სართულები დავსკიბოთ, თორე ბევრია ძალიან. ყველა ერთმანეთს გავს. ხო, რაც უფრო მაღლა ადიხარ, მით ნაკლები ხალხია. ხალხის ნამყოფ ხო რა? ხო, აქ როგორ აღმოჩნდით მაგას წინა ვიდეოში ნახავდით, დავდაცვების საშუალებით. დაახლოებით 9 საათი უკვე ამ ადგილას ვყავარ და შედეგი აქვს 0. დაგინახე დაღაც მე რამდენი ყოფილი ასე და მოუჩერებიო აა ნახე რა ლამაზი ნახადია. ყველა შეწერია მითის. თვალებზე კი არა ბევრგან აწერია. ვიღაცა თან იყო გამწარებული აშკარად გადაუარა ამ შენობას. ნახე წამოიშევიდეთ რა. ესე იგი. იგივე მხარეს ნახე ხედი უკვე გამოჩნდა. მაღლა როალდ ბევრად უკეთ გამოჩნდება. წამოავიდეთ შაქარ. ძალიან ისეთი სართულებია მოსასყენი. მეგობრებო, შეგახსენეთ რომ გამოიწიროთ არხი და ვიდეო დალაიქოთ. ეს ძალიან დაეხმარება ჩვენ პროგრესს. კიდე 4-5 სართული დაგვშა ალბათ ამ შენობაზე დიდი არის საკმაოდ. რო გავთვალოთ, მე-9 მე-10 სართულზე უნდა ვიყოთ უკვე. უფრო მეძე თუ არა. თქვენს რა თქმა უნდა, ძალიან საშიში არის ვიდეოს გამოვაკეთებთ ამას. არ გაიმეოროთ არავითარ შემთხვევაში. ასვლისას მეორე კიბე ვიპოვეთ, მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ ის არ გამოგვიყენებია. სიარულისას კი ბოლო სართულს უახლოვდებოდით, რომელიც სხვებისგან ბევრად განსხვავდებოდა. ეგა, ბოლო სართულზე სამოვედით. აჰა, აქეთ სვის ხედია, მაგას შიგნიდან უკვე წეს განახებთ, ბევრად ლამაზი ხედი. აქ ისეთი სარდილი ოთახებია, ალბათ ეკო იქნება მე მიკროფონში. და ხო, ვიღაცები არიან. ვიღაცები არიან, ხო? ხო. რა შევოდნენ? კაი. რა გავაკეთოთ, რა შევწავედით? გადაღება რო გვინდა? ის მე ხواشია. ერთი სწორედ ამის დაბლედა სართულიდან განახებთ რა. არ მე არ ვიცი, ტრაუმატიზირებული არ ვიცი რა. დავისწრეთ, ისეთი არაფერი გვინახავს, მაგრამ ანუ ისეთი არაფერი გვინახავს, მაგრამ ამ შენობაში რამდენჯერაც ვარ. ბევრჯერ არა, მაგრამ რამდენჯერაც ორჯერ ამოსულები, იმდენჯერ არავინ არ შეხვედრია და უცნაური გამოცდილება იყო ეს. ვიღაცები რო ნახეთ. არა და ის ბოლო სუდეთას მომდა ისი თავიდან რაღაც ვიღაცა კაბიანი როგორ დავინახე გამოხდები. მეთქი გოსთი არის რა ჯანდაბახტები. აბა, წარმოიდგინეთ თან ის ბოლოში ხო? აი იმ ბოლოში რო ნახე წარმოიდგინე. თან ზუსტად ეგეთი კაშკაშა კაბები რო აწვიათ ხოლმე. ერთი სიტყვით ბოლო სართული სულ განსხვავებულია, მაგრამ ახლა ამას დავათვალიერებ ჩვენს პირველად და თქვენს განახებთ. სულ ასე შეიძლება. აი ეგეთი რაღაც რო შემდეგ შენობაში გააკეთო, დაგვერხება ყველას. მიწაზე არის ხავსი ამას. ხო, არ ვიცი, მე მეგონა ხელოვნური ბალახი იყო სტადიონებზე როა ეგეთი. ჯერ კიდევ ისეთ გაკვირვება შოქში ვარ, არ ვიცი რა ვთქვა. რო ვიყავი. ერთი სიტყვით გასვლას ვაპირებდით, უკვე უნდა დავნებებულიყავით ამ შენობაზე. და რო გავდიოდით კიბეებისკენ დავინახეთ, ჩადიოდნენ ისინი რა. კიბეების პატარა ჭრილი ჩადა და თან იმათი ფეხების გამოჩნდა. ჩამოდიოდნენ ბიჭო. აი იმ კიბეებიდან დავინახეთ, იქიდან ჩამოვიდნენ. ავედით. იქნებ პირიქით, ეხლა მიგვიტყუეს და ზემოთ დაგვდენ. ჰა? აბა ნახოთ, ხა იმედია კიდე იქ არ იქნება. არა. ჯერჯერობით არა. შეიძლება შესაძლებელად აწყობა. ალბათ შემჩნევთ, რომ ყველა სართულისგან განსხვავებული არის ბოლო სართული. რადგან ძალიან ღია სივრცე არის, იქით ზღვა ჩანს თავიდან ბოლომდე და ჭერი საკმაოდ მაღალია. ჩემი ფავორიტი სართულიც ეს არის აქ. აი შაგარ, მან დიჯდენ ზუსტად. აი იქიდან შემოვიდი და აქ იდგა ის
თეთრკავიანი გოგო და მე გავბრუნდით ეგრევე უკან არ შევიმჩნევთ. ანუ უბრალოდ ისეთი ისაა, ღია ადგილია, რომ უნდა დავენახეთ. ერთი სიტყვით ამ შენობის დასრული ეს არის და უკვე წავალთ შემდეგი შენობისკენ, რომელიც არქნას მარა ხო? ხო, გავიდულ ამ ვიდეოში. შემდეგ შენობაში გნახავთ. ესე ჩვენი მეორე შენობა, შეამჩნევთ რომ პირველისგან ბევრად განსხვავდება, შემოღობილისაა და ღობეებთან ერთად შიგნით დაცვებიც არიან, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ჩვენი შემდეგი შენობა სანაპიროსთან მდებარეობს, რომელიც წინაზე ბევრად მაღალია. ეს ნაგებობა ღობითაა შემოსაზღვრული და რამდენიმე დაცვა ჰყავს. ასე რომ სანამ აქ შესვლა შევეცდებით, კარგად უნდა დაუზვიროთ და შესასვლელი გეგმა დავსახოთ. ცოტა ხნიანი თვალიერების შემდეგ გავიგეთ, რომ ამ ადგილს ორი დაცვის შენობა აქვს. შესასვლელად კარგი მხარე ვიპოვეთ და მოძრაობა დავიწყეთ. გადასვლისთანავე გზა აიკლიერმა მცენარეებმა გაგვირთულეს და სანამ ამ ბრძოლაში ვართ, არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. იმ შენობასთან ფრთხილად უნდა ვიყოთ, შაქარ ძალიან. ერთი ფანჯრიდან გამოხედო არ დამორჩება ყველაფერი. იმ ფანჯარაში თითქოს ვიღაც დავინახეო და ჩვენები თოლის ბაბუა არის მგონი. რა? თოლის ბაბუა არის მგონი, წითელი. სად? იმ ფანჯარაში. შორტები არ უნდა ჩამეცო, ნანუ. იმდენი ეკალი და აახ, აი ხა ფეხი შემერჭო. ო, ძალიან შორია. რაღაც ხმა იყო რა? კი, ის გაიგონე? ხო, უცნაური. ადამიანის თითქოს არა. ჩუმალი არის. შაქარ. თუ ვიღაცა შეგხვდა გავდივართ, ხო? ხო, ასე თქმა უნდა. საიდანაც მოდივართ იქით. ან ვიმალებით, ამალოჩილი. თუ არ დაგვინახავ დავინახავ. ხო. მოვახლოვდით უკვე შენობას. ხო, ძალიან ახლოს ვართ. ესე 10 წუთია მოდივართ უკვე. ნელ-ნელა. შაქარ, ნახე შენობა. ეხა ის ძალიან სარისკო ადგილია. გული გამიხესქე ძმა. ძალიან სარისკო ადგილია და ისე უნდა გადავიაროთ. ამას შეხედე. ჩასავარნია ძალიან დიდი. არა უშის რაღაცას ვიზამ წესით. თითქოს პლატფორმაზე დგასო. ეს ადგილი სწრაფად გავიაროთ მოდი დროს. ჩქარა გამოვაკ. კაცები არიან. კაცები დაიხარე. სად? ხორ დაგინახეს. სად? თავი კარი რაც არის მან იყვნენ დამждარები. სად? იქით პირდა, აი ჩვენს პირდაპირ ხა კარი კედელი გვეფარება. ოხჩი. ვერ დაინახე შენ? ვერა. სად იხედები? იქით ვიხედებოდი, იქითაც ხალხი. შენ დაინახე? ხო, იჯდაო. იქითკენ იხედებოდნენ არა? უნდა გავიწყიდო აი. იქნება წამოვიდნენ უკვე. მიდი. იჯდნენ თითქოს, აი კარებს დაინახავ, კარიბჭეს ხიას. სიოი გადავინახე. ზიან? კი. გადავრჩით. დავუნახე. იქით ამ ხარეს იყურებოდნენ. აქედაც ერთი დიდი შენობა არის. დაგანახებთ მაღლა რო ახლა არ ჩანს. ორი შენობა ერთად აქ რა, სადაც შეიძლება რომ ხალხი და დაცვები იყვნენ და საკმაოდ ბევრი ადამიანია და მაგორიოს უნდა ოფრთხილდეთ. ესეთ ადგილებში შემოსვლას არ გირჩევთ. ესეთ ადგილებში შედის ხალხი შედნენ ძირითადად რაღაცებს აფუჭებენ ხოლმე ყოველთვის. ჩვენ უბრალოდ ვათორიელებთ და გამოვდივართ. ვანდალები არ უნდა ვიყოთ ერთი სიტყვით. აი ესაა გადასასვლელი ხანდარწესით. ხო, აი ეს არის. კი. აი იქ უნდა ვფუქდეთ და შევიდეთ ეგრევე. იქ სილოთერია ვითომ? წესით უნდა იყოს. იქნება კი. აქ როგორ გადავიდეთ? რა? აქ როგორ გადავიდეთ? აი ეგრე. ამის ხო ვარიანტი გვაქვს? იყო. იმენა ძალიან ღრმადაა. რეალურად მარტივია. თან ძალიან გაზვიადების გარეშე. უბრალოდ როგორც ცოცვისასა, ერთ ადგილას არ უნდა გადაანაწილო მთლიანი ზონა. ესე გამოიყურება ეს შენობას, ყველაფერი მინგრეულია, მონგრეულია. პირველ სართულზე როგორც სხვა შენობებში, აქაც ყველაფერი გაუბედურებულია. შემდეგ სართულებში შედარებით უკეთესი სიტუაცია იქნება დიდი ალბათობით. პირველი სართულები ყოველთვის ისე არის, დანგრეულია და საინტერესო შანსი არა რომ რაღაცა შეხვდეს. არა, ეს კაი კიბეებია, არმატურებია შიგნით, ნახე სულ კიბეს რაღაცა იმას არმატურას არაფერი მოვა. წავედით, ეხლა უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად. სიმაღლე არის ერთ-ერთი ყველაზე საეში რაღაც. საკმაოდ მყარია, უბრალოდ ცალ-ცალ გავიდეთ ყველანი რა. და მობედრით. რაც მეტი მაღლა ვართ, მით მეტად ნაკლებად ვინახავთ. აქედანაც ჩანო ჩაქარი. აქედან ჩანო, დაიგიდე. ვიღაცა მას შეაიაროს. ის ისე ამდენი ქვები საიდან მოვიდნენ? აი უკვე არ ვიცი. ჭერი აშკარად თელი ჩამოინგრა. ой, ჩამოგრეული აშკარად. მაგრამ ჭერი უმეტესად მთელია. კედლები თუ დაინგრა. ხო, აქ ხა ამ იმებს ძალით არავინ ამოიტანდა იმედი აგურებს არ დაყრიდა. რა ვიცი, რაც მეჭება. რამდენიმე სიტყვით დავსკივავ თან რო არ დავინახონ. რაც მეტი დაბალოთ, მით მეტი მარტივია რომ დაცვა დავინახონ. მე მაღლა უფრო უსაფრთხო ხდება. აქ კიდე ასვლისას ესეთი აუზი დავინახეთ. და ესეთი აუზები, რომელსაც
გასადენი არა აქვს და წყალის შესავსები ძალიან საშიშია, იმიტომ რომ ბაქტერიები არის ხოლმე შეგნით და ერთი ცხვირში ან პირში შესვლა შეიძლება სიკვდილით დამთავრდეს. უძრავი წყალი არის წყალი, რომელიც თითქმის არ მოძრაობს. ის შეიძლება საშიში იყოს, რადგან მასში ხშირად გროვდება ბაქტერიები, პარაზიტები და სხვა მიკროორგანიზმები. ზოგიერთ წყალში შეიძლება აღმოჩნდეს საშიში ამებაც, რომელიც ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას იწვევს მძიმე და ზოგჯერ სასიკვდილო ინფექციას. ძალიან ბრუტალურ რაღაცებს ლაპარაკობს, მაგრამ ეგრეა კი. მართლა ეგრე არის. აქ ცოტა სხვანაირი სიტუაცია. მაგდენიქო არ ყრია და იქით მოკლედ ამ შენობას აქ მეორე კიბეები. ოღონდ კიბეები არის საერთოდ გარეთ, შენობას გარედან აქ მოძრაული და ძალიან თავზე ხელაღებული უნდა იყოს, რომ აკიბით ახვიდე. საევაკუაციო კიბეებია სავარაუდოდ და აქაც რა თქმა უნდა არ გაკარგეთ. აქაც ნახე, სულ ჩასავარდნები არის. აი ეს რაღაცა უცნაური მართკუთხედის ფორმა აქვს. კანონიზაციის ხო არ იქნება? არ ვიცი. მაგრამ რაც უნდა იყოს, ახლოს არ მიხვიდე, შეიძლება გარშემო წლებოდეს. თან სულ ნახე რამდენია. არ ვაპირებთ. აი, ახაც ახალი არაფერი. და ასეთ რაღაცებს ვაკეთებთ, მეგობრებო, თუ გამოვიდეთ ძალიან გაგვიხარდება. მალე ალბათ იმას ავსდებით უკვე პირველი შენობის სიმაღლეს. ეს ბევრად მაღალია. ხო. თან იმაზე ეს თუ ისე უსაფრთხოდ შიგნით მაინც არის კიბეები. ხო, ყველაფერი ჩანს ძალიან ლამაზია. ტრაქტორი. მეც ვხედავ. იმედი არ დაგვინახავს. იმედია. ო. ჩვენ კი ხო არ მოდის ნება. თუ შემოგრია ეხა ეს ისა. ხობე. ვახ, ჩემი კაი. აქ შემოვიდნენ ის ტრაქტორები და სამშენებლო სოსტავი, შეხედე. კარი გააღეს. ხედავ? დაინახე? კი. ერთი ამოხედვა ვართ. აქვე არიან თან. რა ვქნათ? არ ვიცი. აი, всё, მე აღარ ჩანმა. აშვებიან, მიდიან, ხო? გონდა. წავიდნენ. კაია, გადავრჩით თუმცა შემაშინე ტრაქტორი მოვიდაო, რა მეგონა გვეტაკებოდა მართლა. მეთქი ამ შინობას ანგრევი სადაც ვართ ეხა. რა ცუდი იყო, უცებ შემოვიდნენ რაღაცები, გადაყარეს. всё, წავედით. ხედავ კიდე რო თქოს, ეხა ვერ ხედავ? ეხა ამძამს ვერ აი ხეებში ყვითელი მარშრუტკა რო არის. იქიდან მხარეს გაჩერს. ხო. იმედი არ დაგვინახეს და მაგით არ გაჩერდნენ, იმიტომ რომ მიდიოდნენ აშკარად. ხო, აი იცოდინებათ დაცვების ნომერი შეიძლება დაურიგეს კიდევაც. თუ არის ჭიღა ჩვენ overthink-ს ვაკეთებთ, მაგრამ მაგრამ რაღაცა დონეზე მაგის შანსი არსებობს. კი, მაგრამ იქვე გაჩერდებოდა. თუ სიარულის ეს რა დაგვინახეს და მე გაჩერდნენ? შენ ხედავ ხო? მარშრუტკის იგით რო დგანან. შემეფარეო. შეიძლება სხვები იყვნენ ეგეთი. იმედია ისე არ არის როგორც გონია. იმედია ის არ არის რაც ჩვენ გონია. ნუ მე ლაზღანდარავი. რაღაცებს აკეთებენ ერთი წამოდი ჩვენ აქ გადარავთ. რაღაცებს ძიდავენ. რა? რაღაცებს ძიდავენ ალბათ. ხო, არემონტებენ ალბათ და არავის არ დაუნახებათ, იმედია. წეანშა ავიხედი და 5 სართული დაგვრჩა კიდე. აჰა. ნუ იხედები ხოლმე შენ რამე, საიშია. უსაფრთხო დავიხედე. საფრთხო. აუ, ძალიან ცუდი ადგილი არის ე. აქედან ჩანვართ. ო, ამ ხიობაზე გეუბნები. აქ რაღაცა შესრულია აშკარად, შეხედე? ასეთი განიერი კედელი აქამდე არ ყოფილა, ჩანგრეულია მგონი. ხო? აი, მაშინ ამნაირ რაღაცებში კიდე ნადრე ნაგვებს. ჩვენ აი ძველ კორპუსებშიც კი არის შემორჩენილი. ესეთ ფიცრები რო გაკრული, კაია მაინც. გაგზავნინებს რომ არ უნდა გადახვიდე. თუ კი გონებაში ცოტა ვერ ახარ კარგად. ბოლო სართული ისე საიში არის, ანუ ყველაზე მეტი წყალი მან შეიძლება დაეცეს და ესეც ჩაინგრეს რაღაც. იდეის დონეზე. აი ეს არის ის შენობა რომელშიც წინაზე ვიყავით. აი იქიდან კარგად ჩანს თან აშკარად ვეროდ უფრო მაღალზე ვართ. აჰა, აი ესაა ბოლო სართული ახლა სადაც ავდივარ. ამაში მეტი კიბეები აღარ არის. ხო, აი ეს მოკლედ აშკარად სულ სხვანაირი არის. როგორც წინა შენობაში აქაც მთლიანად ღიობი არის. სხვა კედლები დიდად არ გვხვდება და სადმე არ ჩავარდეთ ცირსის ჩასავარდებით არის. და ყველაფერი ჩანს ხელის გულებით, მთლიანი ხობულეთი. სადმე არ ჩავარდე პედრექს წინ იყურე, დაბლა იყურე უბრალოდ და იქ ჩასავარდნია. ესე იგი, ჩვენ ვართ ახლა როგორც ახლა ბოლოს წინა სართულზე. და ეს არის ბოლო სართული. აი ამ კიბებით უნდა ახვიდე, მაგრამ კამერაში რამდენჯერ არ ვიცი. ძალიან წვრილია და აქ ახლოს არ ვაპირებთ. შეიძლება ჩატყდეს ჩვეულებრივად. თან ჰაერშია ფაქტობრივად. აი ახლო უნდა განახილოთ ისეთ. არც მოაჯირები არ აქვს, თან კიბე ისე გამოიყურება, რომ ეხლა წამზე ჩატყდება და აი ძირია ნახე, როგორია? ხო, აქასვლას ნამდვილად არ ვაპირებთ. აჰა, გარისკოდ არ არის. აქ ისიც ძალიან დიდი სიმაღლე არის და აქედან ეს სართულიც არ იქნება, ის იქნება სახურავი. სართულზე იდეაში ხო ვართ ბოლოს. ბოლო სართული ესაა, კი, სახურავი გამოდის ეს. ეს ანუ რაღაცეები რო ედგა ზემოდან, ეგ ტერიტორია იქნება რა. აჰა. ხო და ეს ზუსტ აქ ამ კიბეზე არა ვარ. ზუსტად ჩვენს წინ არის აი ის დასვების ჭიშკარი სადაც იყო რა. დაბლა რა ოღონდ. აი პლასმის რაღაცები მარჯვნივ გაიხედე? ძირს.
აი მაგის კიდე მარცხნივ რა. ძალიან ბევრი ერთი მაქინა იწყება და კაი ხოშინად გრძელდება. აქ ნახე კიდე რამდენი მასალა ახის და ის შენობა ნახე, აი დაცვის შენობასთან განსხვავებით ახლა კარგად. ელა. აი ეგ რა, ეგ ერთ-ერთი შენობა არის. ალბათ იმიტომ იციან აქ რომ ესეთი რაღაც ნაწილები ყრია და შეიძლება ვიღაცა მოიპაროს და ბუნებრივიც არის. ვიტყოდი მშენებლობას იწყებენ მეთქი ალბათ ხო, მაგრამ ძალიან დიდი ხანი არის რომ ეს შენობა ისე რა შემოღობილია. ხობულეთში რამდენი ხანია დავდივარ და ეს შენობა ბავშვობიდან მახსოვს. ხო. სხვათა შორის ეხა როგორ შენობაშიც ვართ და სულ როგორც დავდივართ ხოლმე, ეგეთ შენობებს ყველგან ანგრევენ, ნახავდით კიდევაც. და პირველ შენობაშიც ვიყავით, მიტოვებული დიდი ქარხანა არის, დიდი ტრუბები რო არის. მაგაზე შექმნეს პეტიცია, რომ ეგ არ დაანგრიონ და დარჩეს კულტურულ ძეგლად. ხო, როგორც მონუმენტი და გარშემო პარკი შეიქმნა. და საკმაოდ კარგი იდეაა, თორე ესეც იზოლეებს სულ კარგავთ და ახალ-ახალი კორპუსები იქნება. საერთოდ ქობულეთშიც მე აქაურობა იმიტომ მიყვარს ხოლმე აქ საფულობით აგვისვენებ, რომ არ დგას დიდი სასამჯენები და ძველებური სტილი აქვს შენარჩუნებული დაბალსართულიანი შენობები, სხვანაირი ეშრი გეთქვით. ბათუმზე მაგას ვერ ვთქვით. აქაც ეგეთი რაღაცების აშენება დაიწყეს იქით მაგალითად კორპუსები შენდება ძალიან მაღლები, მგონი 35 სართულიანი 3 წელი. ალბათ ამასაც დაანგრევენ, წინაზე რო ვიყავით იმასაც და საბოლოოდ ისე მოხდება, რომ აქაურობაც ბათუმის სტილში, ბათუმისნაირად გადაიქცეოდა. მეტიდად არ უნდა ეს. არა დაუგე. მეორე შენობას დავასრულეთ, რაც ანახავ იყო, ყველაფერი ვნახეთ და ახლა უკვე მესამეზე გადავშლის დროა. არა მგონია მაგაზე გადავიდეთ, იმიტომ რომ ეგ იქნება დღეს ყველაზე რთული შენობა. ბოლო რა იქნება, მაგას მალე გაიგებთ. და ისიც მესამე. ოღონდ ეს სხვა დანარჩენისგან განსხვავებით შენობა არ არის, ეს ძლიერ ადგილია. მინდა რომ შევიდეთ ციცინათელას პარკში. რადგან ახლა სეზონი არ არის, დაკეტილია და ნახოთ როგორ გამოიყურება იქაურობა. შესვლაზე ბევრი ვათვალიერეთ, ხანიქიდან მივედით ხანაკიდან და ყველგან აქედან მდინარე გვაშორებს, საერთოდ აქ ვერ გადავალთ. უნდა შევიდეთ თავარი შესვლელიდან, იმიტომ რომ სხვაგან ყველგან დაცვა დგას. თავარი შესვლელიდან ისე უნდა შევიდეთ, თითქოს თაფის ნაწილი ვარ და შევერიოთ ხალხში ესე. აშკარად შევიდეთ. ხო, რაც პრაქტიკულად შეუძლებელი მგონია. და ამასთანავე ძალიან ბევრი დაცვა ყავს. თაფი რაღაცებს აკეთებენ და რაც უნდა აკეთონ, თორმეტ საქმე შევიდნენ და. ტრაქტორების ყავდათ, რაღაცებს აკეთებდნენ, ზაფხულისთვის აზერში გებდნენ ალბათ ათაურობას. ხო და საბოლოოდ ეს როგორ გამოვა, ჩვენ დიდად ექსპერიმენტია, ძალიან გვაინტერესებს, შევიდეთ დავათვალიეროთ, გამოვიდეთ, მაგრამ რამდენად შეიძლებელია ამას ახლა სულ ცოტა ხანში გავიგებ. დიდი ალბათობით ეხლა დასაწყისშივე გამოვხდება. ხო, მაგრამ რაც არის ეგ არის. სადღაც YouTube-ისთვის. თავიდან გადავწყვიტეთ უბრალოდ ახლოს მიხსულიყავით და დაგვეთვალიერებინა. ხალხის გარეშე სულ სხვანაირად გამოიყურება. ეჭვით ასეთი არის ციცინათელა არასეზონურ პერიოდში. მალევე დავინახეთ რომ დაცვა გამოვიდა და ჩვენზე დაკვირვება დაიწყო. ასე რომ უკან გამოვბრუნდით. რადგან შეგნით ასე ვერ შევდიოდით, გადავწყვიტეთ სხვა ტაქტიკა გვეცადა. გამარჯობა. შემთხვევით ხო ერთი შესვლა შეიძლება ბაქში დავათვალიეროთ, ან ფოტოები გადავიღოთ ან რაიმე ეგეთი. არა? ხო, იქ მოინტერესებდა. აჰა, კარგი, მადლობა. აი ხარ. ხო და როგორც აღმოჩნდა მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, იქთან დაცვაც იყო, ძაღლი წყავდა და გადმოვიდა მანქანა გაწევლები დაიწყო. ნუ თუ რაღაცა მზად არ ყოფილიყო რა თქმა უნდა და როგორც ჩვენ ჯეჯებით არ გამოდის, მაგრამ თვით კიდევ თვით უეჭოლოთ. იქნებ შევიდეთ. თან ძალიან საინტერესოა იქაურობა ხალხის გარეშე. აქედან თავარი შესასვლელისკენ დავიზარით. იმის იმედით რომ იქ მაინც არ გაგვაჩერებთ. აი გამოვიდა ვშტი. სამწუხაროდ არც არ გაგვიმართლა. დაცვა მაშინვე გამოვიდა. ჩვენს გავჩერდით და უკითხეთ დასათვალიერებლად შესვლა თუ შეიძლება, მაგრამ უარი მივიღეთ. მოკლედ, ცადეთ ყველანაირად ჩვენ, მაგრამ ფიზიკურად არ გამოდის. იმდენად ყურადღებიანი და ბევრი დაცვა არის, რომ არ გამოვა და. ავეთი სიტყვით ჩვენ ცადეთ და გამოგვიშვეს ორივეჯერ. იმიტომ რომ შემოსაზღვრულია ეს ადგილი მთლიანად მდინარის ვერ გადავყვეტოთ. მეორე დაცვაც კიდე საერთოდ ისე მოხდა, რომ 10 კი შევსვლათ მაგათ პარკინგის ზონაში, პირდაპირ გამოვიდა ეგრევე შენობაში იყო და გითხრა რომ არ შეიძლებაო და მთელი რაც ესეჭირა ხელში, ასე რომ ხო და რო გადმოვედით გზაზე დაგვხვდა ესეთი რაღაცა და ამით გაგახარებ. ამ გაგახარებს არ ვიცი, მაგრამ ამას მაინც დავათვალიერებ. მესამე ადგილას არა და პირველზეც არ უნდა დავაყენოთ იდეაში, მაგრამ ან ვიღაც არ ცხოვრობ, იცი, საკმაოდ ლამაზი ადგილია შიგნიდან. ხო. თან ცოტა ცუდი ამინდია, წვიმასავითაა და აქაურობა სატალახებულია. კარგია. ეს არის მიტოვებული ბენზინგასამართ სადგური. საკმაოდ ძველი აშკარად ესეთი ვიზუალის ბენზინგასამართები აღარ ვიცი. იმედია ვინმე არ ცხოვრობს შენ. შესაძლებელია სავსებით. შუშები და რაღაცები ფეხი არ გაგიჭირთ. საშიში ვიდიახ ცოტა. ხო, ძალიან საიში. შენ ჭერი ხოლმე შორის არც ეგეთი ძველი არ არის, საკმაოდ კარგად გამოიყურება. მე ისი რა მაინტერესებს? აბა, აქეთ ვერ გადავდივართ, ანუ ფანჯარაში თუ არ გავძველი და რა უცნაური ფენომენია, ხო? არა, გადავოთ ეს და ეს. უნიდან ძალიან ბევრი ბალახები. ისე ძალიან უცნაურია, იმ ხელად ციცინათელას წინ რო ესეთი დანგრეული ძველი შენობა დგას. თუნდაც ვიზუალის თვალსაზრისით რა. ეს არის მეორე ოთახი, კარები არა აქვს, შეიძლება უკნიდან გქონდეს, ჩვენ ვერ ვიპოვეთ და აქ მეტად შედარებით სისუფთავეა და სიცარიელი არის, აი, ხეებია ამოსული. მეტი არაფერი აღწევა ხო? ხო რა, ის აქ რო რაღაც საინტერესო ვერ ვიპოვიდი და ვერც ლამას,
ბუნებრივია. ისე მოთაწერია იყიდებაო და ტელეფონის ნომერი. დღეისთვის სულ ეს იყო. ჯამურად ორ შენობაში შევედით ამას არქლით. ხო, იქ რაც შევძელით გავაკეთეთ ერთი სიტყვით. პირველი და მეორე შენობა ასე თუ ისე ლამაზი სანახაობა იყო. მესამე ვცადეთ, მაგრამ არ გამოვიდა. საბოლოო ჯამში ვიდეო ჩანაფიქრი რაც იყო უშუალოდ მიტოვებული შენობების ეგ გავაკეთეთ. ის ინათილაც რაც შეეხება თქვენ თონაც ნახეთ და ამ ვიდეოს ასე დავასრულე. არხის გამოწერა და ლაიქები არ დაგავიწყდეთ. აბა კარგად.